ეგვიპტეში აღმოაჩინეს ახალი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე და ის ანანასში ცხოვრობს, ზღვის ქვეშ. SpongeBob-ის თემატიკაზე შექმნილმა Facebook ჯგუფმა თითქმის 2 მილიონი მომხმარებელი მიიზიდა, რაც ბიკინი ბოტომში ცხოვრებას ეგვიპტეში ცხოვრების სატირად აქცევს. მომხმარებლები იქ ხუმრობენ ფასების ზრდაზე, საცხოვრებელზე, საცობებზე, შევიწროებაზე და ეკონომიკურ სირთულეებზე SpongeBob-ის პერსონაჟების გამოყენებით, რათა განიხილონეს თემები, რომელთა საჯაროდ პირდაპირ განხილვა შეიძლება სახიფათო იყოს. ხუმრობა სწრაფად პოლიტიკური გახდა. თავრობის მხარდამჭერი კომენტატორები ეხლა ადანაშაულებენ მუსლიმთა საძმოს, რომ ისინი იყენებენ ამ ჯგუფს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის. და ეხლა ჩვენთან ერთად არის იუსეფ შეპერსი, ჟურნალისტი კაიროდან. მოდი პირდაპირ ყველაზე მთავარ კითხვას დავუსვამთ. რატომ მოახერხა SpongeBob-ის ჯგუფმა თითქმის 2 მილიონ ეგვიპტელთან ასე სწრაფად დაკავშირება? რატო იყო ეს ასეთი წარმატებული? ის წარმატებული იყო, იმიტომ რომ კონცეფცია საკმაოდ მარტივი და ეფექტურია, ამიტომაც ის ბევრ ადამიანს იზიდავს. ანუ ყველა მიცის SpongeBob-ი, როგორც თელ მსოფლიოში, ასევე ეგვიპტეშიც. SpongeBob-ი პოპულარული ფიგურაა, შეგიძლია SpongeBob-ის გამოსახულებიანი მაისური იყიდო, ის ტელევიზორზეც გადის, ხალხმა იცის ეს მულტფილმი. და ეს Facebook ჯგუფი, როგორც თქვი, მთავრობამ დაადანაშაულა, რომ თითქოს მუსლიმთა საძმოს განშტოება, რაღაც სამდაგვარი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ხუმრობით დაიწყო, განსაკუთრებით ამ ზაფხულის პერიოდში, როცა სტუდენტები უნივერსიტეტში არ დადიან, ბავშვები სკოლაში არ დადიან, ისინი ამას ხედავენ და უნდათ რომ ჩაერთონ. და მერე, ხო, ესეთი მოვლენები სწრაფად ვითარდება და ეს Facebook ჯგუფი 1.8 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. და ეგვიპტელები ძალიან უყვართ ხელოვნური ინტელექტი. გულისხმობ იმას, რომ ჩემს დასავლელ მეგობრებს შორის, ევროპაში, ამერიკაში, ისინი ხელოვნურ ინტელექტს ასე ხშირად ხუმრობისთვის არ იყენებენ, თუმცა ეგვიპტეში მათ ძალიან უყვართ ხელოვნური ინტელექტი. ისინი მთელი დღე სურათებს ქმნიან. და ესე ჩანს, რომ ეს საკმაოდ უდანაშაულო გზაა, ხო, გამოხატან თავიანთი იმედგაცრუება, თავიანთი პრობლემები. ვხვდები, რომ ეს ხუმრობებზე აგებული, მაგრამ რამდენად რეალურ გამოხატვის საშუალებად იქცა პოლიტიკური იმედგაცრუების გამოსახატავად. ანუ მართლა გადაიქცა ეს ესეთ რამეთ. რას ამბობენ მისი კრიტიკოსები? ეს ნამდვილად ასეა. ეგვიპტელები ძალიან უყვართ ხუმრობა. მათ უყვართ თავიანთი იმედგაცრუების ხუმრობებში დადატანა და ეს იდეალური გზაა მის საჩვენებლად, რადგან ეს თითქოს უდანაშაულოა და შეგიძლია შენი იუმორიც ჩადო. და როგორც სურათებში ნახეთ, ხედავთ ამ SpongeBob-ის ნავებს ზღვის ქვეშ, ხედავთ მათ წყლის ქვეშ, საცობში გაჭედილებს, მათ შექმნეს წყალქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროც კი, რომელიც ეგვიპტეში სოციალურ მედიაში ძალიან დიდია, რომ ნამდვილად დასცინონ მათ. ისინი დასცინიან ბინების მაღალ ფასებს, ცხოვრების სირთულეებს, გაზის ძვირფასებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. ეგვიპტურ სურათში როგორც ნახეთ, პატრიკი იჯდა ტიპურ ეგვიპტურ სატვირთოში. ეს გახდა უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება. საჩივართან დაკავშირებით ეხლა. რამდენად სანდოა ეს თქიცება, რომ ამის უკან მუსლიმთა საძმოა. და ამას გარდა, როგორი რეაქცია ამჟამად თავრობის მხარდამჭერი მედიისა და თავად სახელმწიფოს მხრიდან? მოგვიყევით სიტუაციის შესახებ. დიახ, მუსლიმთა საძმო ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც განტევების ვაცი და მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში დიახ ის სრულიად ჩახშობილია და თითქმის აღარ არსებობს. და ვფიქრობ, მუსლიმთა საძმოსთვის მეტისმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება იმის თქმა, რომ ისინი ამ ყველაფრის უკან დგანან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ გვერდის დამფუძნებელი უდანაშაულო შესახედაობის 15 წლის გოგონა თავად გამოვიდა და თქვა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობით დაითვალა, როგორც ეგვიპტელებს უყვართ. როგორც თქვი, ეგვიპტის სოციალური მედია სავსეა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათებითა და ვიდეოებით და მან თქვა, რომ ეს ხუმრობით დაიწყო. და ფიქრობ, მუსლიმთა საძმოს მეტისმეტ დამსახურებას ვაწერთ, თუ ვიტყვით, რომ ეს მათი მოთხოვილია. და კი, ეს ეგვიპტის მთავრობის მხარდამჭერი მედიისთვის მარტივი გზაა მუსლიმთა საძმო გამოიყენოს, როგორც განტევების ვაცი, როგორც ჯოხი, რომლითაც მათ დაარტყამენ, თითქოს ეს მათ შექმნეს. Facebook გვერდი ქმნიან SpongeBob-ის მიმებს ეგვიპტის დესტაბილიზაციისთვის. ჩემი აზრით ეს საკმაოდ შორს მიდის. კი, ეს ნამდვილად ორიგინალურია. ყოველ შემთხვევაში აქედან რასაც ვაშუქებ, ასე ჩანს. იოს, მადლობა რომ კაიროდან ჩვენთან იყავით.